რომელიც სჭირდება ყველაზე გაჭირვებული ფენი და ყველაზე მდიდარი ადამიანები დამთავრებული, თუმცა ამ მილიონებთან ერთად ალბათ ყველაზე დრამატული არის ისიც, რომ ამ ადამიანმა ქართული ბაზარი და გახადა რუსეთზე დამოკიდებული. ალბათ გოდერძი ჩანგსელიანის გვარი, ვისაც ეძღვნება ოლიგარქების მესამე სერიის მეორე ნაწილი, არ გაუგია მაყურებელს ხშირად, იმიტომ რომ პარლამენტში ის მდუმარე დეპუტატების სიაშია, მაგრამ დღეს გაიგებენ იმას, რომ გოდერძი ჩანგსელიანს აქვს სრული მონოპოლია იმისთვის, რომ მან შემოიტანოს ქვეყანაში ხორბალი მისი კომპანიის საშუალებით და სწორედ მასზეა სამწუხაროდ დამოკიდებული ის, რა ეღირება ეს ხორბალი, რომელი ქვეყნიდან შემოვა და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ბოლოს ჩვენს მოსახლეობაზე, რომლის ძირითადი პროდუქტი ყოველდღიური სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი სწორედ პური გახდა ბოლო დროს და ამ გაძვირებულ პურს დიდი ნაწილი მოსახლეობის ვერ ყიდულობს. რა ხდება სინამდვილეში? ეს არ არის ჩემი ვერსია, რასაც მე ახლა ვყვები. გოდერძი ჩანგსელიანის შესახებ მისი გვარი არ ჩაუწერია, ბუნებრივია სტატისტიკა საქსტატს, როდესაც კვლევა დადა 2020 წლის, მაგრამ იქ პირდაპირ წერია, რომ 2020 წელს ჩვენ უკვე სრულად 100%-ით ოკუპანტ ქვეყანაზე გავხდით დამოკიდებული და რომ არა რუსული ხორბალი, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ შეერი დავიხოცებოდით. რატომ გააკეთა ეს, რატომ მიგვიყვანა ქართული ოცნების დეპუტატმა ამ ზომამ? გავიხსენოთ მაგალითად 2010 წელი, როდესაც რუსეთმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ახარ გაეყიდა ხორბალი და ყველა ქვეყანაში შეიქმნა ძალიან დიდი კრიზისი და ერთ მშვენიერ დღეს თუ რუსეთი ისევ გადაწყვეტს, რომ პირობითად ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, რომლის პოლიტიკაც ან გადაწყვეტილებებიც არ მოეწონება, ქვეყნის მოქალაქეები უბრალოდ პურის გარეშე დარჩებიან. კი, ზუსტად ამ საფრთხის წინაშე ვართ ახლაც, იმიტომ რომ თუ 2019 წელს თქვათ ალტერნატივა ჰქონდა აზერბაიჯანი და თუ რუსეთი არ მოგვაწოდებდა აზერბაიჯანიდან მივიყევდით ამ ხორბალს, ახლა უკვე 100%-ით რუსეთზე ვართ დამოკიდებული. და მაგალითად 34 ლარს თუ ვიხდიდით შარშან ზუსტად ამ დროს 1 ტომარა ფქვილში, ახლა 55 ლარის გადახდა გვიწევს. შესაბამისად ეს ფასები უკვე აისახება თითოეულ პურზე, რომელიც ცხება და იყიდება და ყველაზე მძიმე ჩემთვის ამ ისტორიაში იყო ის, რომ შემხვდა არაერთი ადამიანი, ყველას მოხვედრა ბუნებრივია რეპორტაჟში ვერ მოხერხდა, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი პურს ვერ ყიდულობს და მათთვის ეს არის უდიდესი პრობლემა და ისინი მხოლოდ ნარჩენებით იკვებებიან. ამ დროს კი გოდერძი ჩანგსელიანი უკვე მეორე ვადით ცდილობს, რომ მოხვდეს პარლამენტში და სავარაუდოდ მისი ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდება ამის შემდეგ. როგორ პურიდან მიღებული როგორ მდიდრდებიან ერთი პულიდან მიღებული ფულით, ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაკა ჩიხლაძის კიდევ ერთი საგამოძიებო რეპორტაჟი. ამ ქვეყანაში მთავარი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა ის უკვე ერთ-ერთია და არა ერთადერთი. მისი კურთხევით მილიონებს ითვისებენ ადამიანები, ვისაც ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა. ოლიგარქები, სერია 3, ნაწილი 2, გოდერძი ჩანგსელიანი. ჩემი თავი საკვები არის, რო გითხრა მაკარონს ყიდულობ ხოლმე და კარტოფილი რა. პური ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ხო? ნუ რა არის, იცით, ორგანიზმია მიჩვეული, თორე იძახია, ვითომ პური არ ვარ გაუ. მაგრამ ორგანიზმია მიჩვეული და ორგანიზმი როა მიჩვეული, უკვე თხოვნობს პურს. თორე პური თუ არ შევაყოლე, ვერ ნაკლდები რა გამიგე. 65 წლის ჯერ არ გამხდარა, ამიტომ პენსია არ ეკუთვნის. შესაბამისად, მისი შემოსავალი 0-ის ტოლია. სახლი არ აქვს არც საჭმელი. შიმშილით სიკვდილისგან ნარჩენებმა იხსნა. ვადაგასულ პროდუქტს მაღაზიებში ეძლევენ. ზოგჯერ იმდენად ძველი პური მოაქვს, რომ მისი 4 ფეხა მეგობრებიც იწუნებენ. თბილი პურის გემო თითქმის დაავიწყდა. პური გააქვთ სახლში? პური? კი, როგორ ეს არის უხველი პური? რა ეხლა დარჩა და ეს კიდე ამათ მომწეს მუშაობდნენ დარჩათ. ნარჩენებზე ვარ მიჩვეული. მადლებენ ხოლმე გაფუჭებული ვადაგასული მეებს. მარკეტიდან მადლებენ ხოლმე ხან ძექს ვადაგასულს რა. უკვე ასე ვადაროა გასული უნდა გადაყო. ხანა სოსისებს. არა ისეთად ხდება. ხანს. ვირაში ერთხელ თვეში ერთხელ ხდება. პური
პურის ყიდვა არა მხოლოდ ტურისტ ამ ფოცხვერაშვილს უჭირს. ყოველდღიური მოხმარების ეს პროდუქტი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც შიმშილთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა მის შეძენას გაძვირებული ფასის გამო სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ახერხებს. ამ ფეშენებელურ ვილაში პურის ყიდვის პრობლემა არ აქვთ. უფრო მეტიც, ამ სასახლის მფლობელზეა დამოკიდებული რომელი ქვეყნიდან შემოვა ქვეყანაში ხორბალი და რა ფასად. წავკიში გორგასლის 24-ში ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი ცხოვრობს. ჩანქსელიანი და მისი ოჯახის წევრების კომპანიები აკონტროლებენ ქვეყანაში ფქვილისა და ხორბლის ბიზნესს. ბაზარს ფასის მომწოდებელი კარნახობს, ვისაც ხორბალი შემოაქვს. მთავარი შემომტანი კომპანია ბევრილია, რომელსაც სწორედ ქართული ოცნების დეპუტატი ფლობს. პურის ფქვილის ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში თითქმის გაორმაგდა. საბითუმო მაღაზიების რეალიზატორები გვეუბნებიან, რომ 34 ლარიანი ტომარა უკვე 55 ლარი ღირს. გაძვირება გაყიდვებსაც ამცირებს, თუმცა ეს არასასიამოვნო პროცესი ამ ადამიანებზე არ არის დამოკიდებული. ფქვილები იყო შარშაბერთან შედარებით რამდენით არის? 25 ლარით არის. 25 ლარი. რას ამბობ? 14 ლარები იყო ხოლმე 55 ლარი. 34-დან 55-ა. კი, გაძვირდა. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ თავარი პრობლემა არც ხორბლის გაძვირებაა. აღმოჩნდა, რომ ეს გაორმაგებული ფასის ხორბალი ქვეყანაში მხოლოდ რუსეთიდან შემოდის. ანუ ქართულმა ხორბლის მაგნატებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ საქართველოს მოსახლეობის გამოყვება 2020 წლისთვის 100%-ით ოკუპანტ ქვეყანაზეა დამოკიდებული. ეს ჩვენიან მოვაჭრეების ვარაუდი არ არის. საქსტატის 2020 წლის ანგარიშიც ხაზგასმით წერია, რომ ხორბლის მთავარი იმპორტიორი საქართველოში სწორედ რუსეთის ფედერაციაა. რუსეთზე დამოკიდებულება კონკრეტულ ციფრებში აისახება. მხოლოდ წელს 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223,000 ტონა ხორბლის 100% რუსული იყო. ამ იმპორტმა ფაქტობრივად მხოლოდ იანვარ-ივლისის პერიოდში თითქმის 50 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოში შემოტანილი რუსული ხორბლის დაფქვა და დაფასოება ქვეყნის მთავარ წისქვილ კომბინატში ხდება. ეს მომგებიანი საწარმო ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატის საკუთრებაა. გოდერძი ჩანქსელიანი ახლა პარლამენტის წევრობას მეორე ვადით ცდილობს. კიდევ რატო უნდა მივცეთ ხმა ოცნებას და რატო არ დავიცეთ სხვა ოპოზიციურ პარტიას ხმა? შპს ბევრილი ჯგუფის მფლობელი საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელიცაა. მისი წისქვილ კომბინატი ტიბას ბრენდით 5 სახეობის პურს უშვებს. ბატონი გოდერძი ხო არ არის აქ ჩანქსელიანი? დღეს არ მოსულა თუ? ანუ იშვიათად მოდის? მილიონერი დეპუტატის კომპანია ალბათ ერთადერთია, ვინც პანდემიისას ზარალის ნაცვლად სოლიდური მოგება ნახა. ეს შაბათის ეთერია უყურებთ TV პირველს, თქვენთვის მოსაყოლი კიდევ ბევრი გვაქვს. მაუწყებლობთ საველე სტუდიის